ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის გარშემო ვართ შეკრებილები და ეს არის ირთის პროფესია. ეს არის განსაკუთრებული ხაზგასმა ამ პროფესიის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღრმოს აფასდეს და ამ ქვეყანაში მიიღოს ხისეული დაფასებული შრომის პირობები. დღეს კოლეჯმა არსმა მნიშვნელოვან დარგობრივ შეხვედრას უმასპინძლა. კოლეჯის სტუდენტებმა ექთანთა გაერთიანებასთან კოორდინაციით პროფესიული კონფერენცია გამართეს. დღევანდელი ღონისძიება იყო პირდაპირ დიალოგი კლინიკურ სექტორთან, საერთო ასოციაციებთან და მარეგულირებელ ინსტიტუტებთან. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს განათლების სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ეს დიდი სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლეჯი არსის და ექთანთა გაერთიანების კოორდინაციით ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში საექცნო განათლების და პრაქტიკის განვითარებისთვის. შიმოვის სისტემა მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ, როგორც სასწავლებელი, რომ ტრანსფერული უნარები გამოვიხაროთ. არა მხოლოდ მედიკამენტებში, არამედ მის მართვაში. ექიმს, რომელიც ნიშნავს თერაპიას, ფარმაცევტს, რომელიც აფასებს მის უსაფრთხოებას, ექთანს, რომელიც უზრუნველყოფს სწორ ადმინისტრირებასა და მონიტორინგს. ერთ-ერთი სტუდენტი უკვე მუშაობს პედიატრიულ კლინიკაში. ექთანი არის კლინიკური ინსტიტუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. კოლეჯი არსი რეგიონში, არა მარტო ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი წამყვანი სამჭედლოა საექცნო საქმიანობის კადრების და ეს არის ძალიან საპატიო როლი ამ კოლეჯის. საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და ამ კოლეჯის ადმინისტრაციას შორის. აქ წარმოდგენილი იყო შინმოვლის პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების მეთოდოლოგია, რაც ასევე მომზადებულია ჩვენი კონსულტირებით და ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამდენად საერთო ჯამში რომ შევაჯამო ამ ღონისძიების შინაარსი, მნიშვნელობა და თვითონ კოლეჯის დამსახურება, ეს არის ძალიან საპატიო საქმიანობა. აპლიკაციის მოდელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გახდეს შინმოვლის ბენეფიციარის დიდი ფინანსური მხარდამჭერი. როდესაც ოჯახის ექიმი დააგენერირებს პროგრამაში მედიკამენტების ჩამოყალიბებას და რაოდენობას, მონაცემები გადაეცემა ფარმაცევტულ კომპანიას. მე მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც სიბერია ნავადმყოფობა აღარ ნიშნავს ფინანსურ იზოლაციას. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა დარგისა და განათლების ერთად დგომა. დღევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი გახლავთ ხაზი გაესვას გამოწვევებს, რომელიც დარგობრივი მიმართულებით გვაქვს დღეს ქვეყანაში, ასევე ხაზი გაუსვათ საჭიროებებს, რომელიც არის როგორც საგანმანათლებლო, ასევე დარგობრივი მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია დღევანდელი ღონისძიება იმ მიმართულებითაც, რომ განათლება და დარგი ერთად ინიცირებს უკვე ამ პლატფორმების განვითარებას სამომავლო და ყოველწლიურად გაემართება კონკრეტული აქტივობები და ყველაზე მთავარი რამ ეს გახლავთ სამედიცინო სერვისების ხარისხების გაუმჯობესების მთავარი მიზანი. ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ადგილობრივი კოლეჯები, საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენთვის ექთანთა გაერთიანების გახლავთ უმნიშვნელოვანესი პლატფორმები იმისთვის, რომ ერთობლივად მომავლის ექთნებისთვის, მომავლის პროფესიონალებისთვის, მიანი ექთნებისთვის შევქმნათ საუკეთესო პლატფორმა საგანმანათლებლო ნაციონალურ დონეზე უწყლეტად, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს ამ პროფესიონალების დარგობრივ განვითარებას.